გამოგრთი შენ ქვეყანასა ზედავითარცა ვარსკვლავით სამნათობი და კათოლიკე ეკლესია განავრწყინვე, რომლის აძლით იწამეცა სულისა თვისისაგან ცემელმან პავლე. ვინაიცა ზაქარიას და აბელის სისხლისა ებრღაღადებს სისხლის შენი უფლისა მიმართ. ამინ. დღეს ახალი სტილი 19 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა პავლე აღმსარებელს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს. წმინდა მოწამეებს ტეკუსას, ალექსანდრას, პოლაქტიას, კლავდიას, ევფროსინეს, ათანასიას და მატრონას. ღირს ლუკა ტავრომენიელს. წმინდა პავლე კონსტანტინოპოლის ეკლესიის კათედრაზე აღსაყდრდა პატრიარქ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ უფალმა პატრიარქად სწორედ ის გამოარჩია. იმ დროს ქალაქში არ იმყოფებოდა არიანელი იმპერატორი კონსტანციუსი. როცა დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს. მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს. პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა. ევსები დიდხანს არ დარჩენილა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ პავლე დედაქალაქში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეხვდა მოძღვარს, მაგრამ კონსტანციუსი კვლავ დევნიდა და ავიწროვებდა მას, რის გამოც იზოლებული გახდა კვლავ რომში წასულიყო. რომის იმპერატორ კონსტანტის მონდომებით პავლე საპატრიარქო კათედრაზე დააბრუნეს, მაგრამ მალე სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს მართლმადიდებელთა დამცველი კეთილმსახური იმპერატორი კონსტანტი ღალატით მოკლეს. ამის შემდეგ მწყემსთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადაასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა. როცა პატრიარქის საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმინდანი ომოფორით მოახრჩვეს. რამდენიმე ხნის შემდეგ იმპერატორმა თეოდოსი დიდმა ნეტარი აღსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმინდე ვენეციაში გადაასვენეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.